მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს ვადევნებთ თვალს, თუმცა არა აუცილებლად მოულოდნელს, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ დონალდ ტრამპი არ არის პირველი ვადით არჩეული პრეზიდენტი, ეს ერთი, მისი რაღაც გარკვეული ხელწერა აქამდეც გვენახა, ვიცნობთ მეტნაკლებად მის გუნდს და იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მას ზურგს უმაგრებს, ასევე მეტნაკლები წარმოდგენა გვაქვს მის პოლიტიკურ ხედვებზე, როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე პირველ რიგში საგარეო პოლიტიკურ და თქვათ მათ შორის კამპანიის პროცესში საკმაოდ ბევრი გაჟღერდა თუ რას შეიძლება რომ ველოდოთ, ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ ის ქმედებებზე სწრაფად გადავიდა, ყოველ შემთხვევაში თავისი განაცხადები სწრაფად დაძრა, მაგრამ ბატონი დავითი და მე ვსაუბრობდი ჩემოსვლისას, რომ ბევრი რამ, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება მათ შორის განხორციელების ეტაპზე, რამდენად მას ყველაფერზე შესაბამისი მხარდაჭერა ექნება, იმიტომ რომ და როგორც არ უნდა რაღაცნაირად მავანმაცადოს ეს წარმოაჩინოს ქართულ რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატია, რომელიც იმართება ინსტიტუციებით, რომელიც იმართება ტრადიციული კანონმორჩილი სახელმწიფო ინსტიტუტებით, სადაც ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეძლებს სხვადასხვა ეტაპზე, ვთქვათ, პოლიტიკური გუნდის შესაბამის მხარდაჭერის გარკვეული ეგრეთ წოდებული რეალითი ჩეკებიც არსებობს, ხო, მაგალითად უკრაინასთან მიმართებით თვითონვე გააკეთეს აღიარება, რომ შესაძლოა ასე მალე არ დასრულდეს ომი და პრინციპში აქაც ქმედებებზე გადასვლა დაიწყო ყოველ შემთხვევაში ბუქარის ტონი შემოვიდა მის განცხადებებში და კი, ცალსახად, იმიტომ რომ ცხადია, რომ კამპანიის პროცესი განსხვავდება შემდგომ უკვე რეალური ქმედებებისგან და რეალობა განსაკუთრებით რეგიონში და საგარეო პოლიტიკურ დისკურსში არის სრულიად განსხვავებული. მათ შორის დონალდ ტრამპს მოუწევს იმ რეალობასთან გამკლავება, რომ ომის ამ ეტაპზე დღეის მდგომარეობით ჯერჯერობით რაღაც მომრიგებლური დისკუსიის წარმოება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი მხარე ამ ეტაპზე მზაობას არ გამოხატავს და ამას რაღაც გარკვეული საკმაოდ დიდი ფანჯარა დაახვედრეს წინ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ რაღაც მსჯელობის ფაზაში გადავიდნენ. ასევე მაგალითად განსხვავებული ტონი იგრძნობა უკვე, ვთქვათ, ნატოსთან მიმართებით და ამერიკის შეერთებული შტატების მასში მონაწილეობის გამო, იმიტომ რომ მათ შორის ევროპა თანხდება იმაზე, რომ მათი მონაწილეობა უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან საფრთხეების აღქმა ადეკვატურია, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პერსპექტივიდან არის ის, რომ მოწინააღმდეგეთა თუ საფრთხის კერა რეჟიმების მიმართ დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხედვა განსხვავებული არ არის. იგივე რჩება თუ არა უფრო მკვეთრად გამოხატული, ისინი აღიარებენ, რომ საფრთხე მოედინება ვლადიმერ პუტინისგან, ისინი აღიარებენ, რომ საფრთხე მოედინება ჩინეთიდან, ისინი აღიარებენ, რომ დიქტატორული რეჟიმები არის გლობალური საფრთხე, რომელთან გამკლავებაშიც ამერიკა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს დონალდ ტრამპის მონაწილეობით. ამიტომ აქ რაც ხონდა ინტერვიუს სხვა შორის